ახლა კი ვისაუბროთ, ვაგრძელებთ რა თქმა უნდა გადაცემას და ვისაუბროთ იმაზე, რაც ჩვენი ერის იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, ეს არის ქართული ღვინო და ასევე თამთა უნდა გავიხსენოთ რბილი ხორბალი, რომელიც იგივენაირად 80 საუკუნე. კი, 80 საუკუნე, მოკლედ 800 საუკუნე უნდოდა, მაგრამ ნუ ნახოთ. ეს არის 800-იანი ისტორია, რომელიც ქვევრში ინახება. რატომ აღიარებს მსოფლიო საქართველოს ღვინის სამშობლოდ? მე კი ვიცი, მაგრამ მაინც უნდა ვიკითხოთ ამაზე ჩვენი სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც ქართული ღვინის ფენომენს საუკეთესოდ იცნობს. ჩვენთან ერთად არის სომელიე თეონა თოხაძე და ის უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. ავა, გამარჯობა ქალბატონო. გამარჯობა. მოკლედ, ჩვენ აღვნიშნეთ, ქართული ღვინო არის 8000 წლიანი ისტორიას ითვლისო, ასე არ ხომ და სამშობლოდ გვაღიარეს ღვინის სამშობლოდ. დღეც დავაწესეთ, ახლა გქონდა რა მოვიდა ახლა? რატო გვაღიარეს? აი ამაზე გავიკვასუხეთ თუ შეიძლება. რატომ მოხდა ეგ ამბავი? ნამდვილად ესია. გადასტურებ აქ. სწორად მოვედი. ესე იგი, ჩვენ 8000 წლიანი ისტორია, ესე იგი, ღვინის გზა იწყებს ჩვენგან, ხო, ათვლას. დაახლოებით სადღაც 2014-დან 17 წლამდე აი მთელი მსოფლიოს მეცნიერები, არქეოლოგები გვაკვირდებოდნენ ძალიან ახლოს და ძალიან დიდი ის მიმდინარეობდა რა დაკვირვება ამ წიბწებზე, რომელიც ნაპოვნი იყო უძველეს ქართლის გათხრების დროს, უძველესი წიბწები და დადასტურდა უკვე 2017 წელს საბოლოოდ დაესვა ბეჭედი მაგ ამბავს, რომ ნამდვილად 8000 წლის არის ეს წიბწები და ნამდვილად საქართველო არის ის ქვეყანა, ნუ ის ტერიტორია, სადაც პირველი ღვინის ფერმენტაცია, ყურძნის ფერმენტაცია იყო აქ, ანუ პირველი ვართ ჩვენ. და შემდგომ უკვე ჩვენგან იწყება ღვინის გზა, ღვინის გავრცელება, ხო, ანუ საქართველოს ტერიტორია, მერე უკვე ჩადის ეგვიპტეში, ეგვიპტედან ფინიკიელებს მიაქვთ ძველ საბერძნეთში, საბერძნეთიდან ძველ რომში და მერე რომი უკვე აგრძელებს და ავრცელებს მთელს ევროპაში. და ეხლა აი ამ გზას ყველაფერს რო დაინახავ, ხო, რომ წარმოსახვით რო წარმოიდგენ ჩვენ იწყება აქ და ვრცელდება უკვე დანარჩენ ამხელა ცივილიზაციებში, დიახ. ღვინის სამშობლო და რბილი ხორბლის სამშობლო. მე ძალიან საამაყო ამბავია. კი, ამიტომ ნამდვილად დიდი მეცნიერული მიღწევა საქართველოსათვის ნამდვილად და იცით რა მაინტერესებს, აი გასაგები არის ისტორია, ამ ისტორიიდან გამომდინარე, რასაკვირველია, უზარმაზარი ამბიციები გვიჩნდება ჩვენ როგორც ღვინის სამშობლო ქვეყანას. დღეს რომ ვისაუბროთ, რა არის ის ძირითადი ღვინის მახასიათებლები, რაც ჩვენს ღვინოს გამოარჩევს, თქვენ როგორც სომელიეს მაინტერესებს თქვენი შეფასება და რა არის ის მთავარი მახასიათებელი, ასევე რაზეც აქცენტი ყოველთვის უნდა გაკეთდეს საქართველოს მხრიდან იმისათვის, რომ მთელ საერთაშორისო ბაზარზე ნამდვილად დაიმკვიდროს ის სტატუსი, რომელიც რეალურად აქვს. ესე იგი, პირველ რიგში, თქვენ პირველი ნაწილი შეკითხვის გემოვნური მახასიათებლები. ჩვენი მთავარი, ერთი რომ ვამაყობთ ღვინის სამშობლოა, ხო, ერთი და მეორე ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ქვევრის ტრადიცია, ესეც უძველესი და უწყვეტი ტრადიცია, ხო, ანუ არ არის არსად ანალოგია მისი, ყოველ შემთხვევაში, რომ ამდენი ხანი ირმა შეინარჩუნოს ეს ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია, ხო? ესეც იმის გარდა რომ სამშობლო გვაქვს, ესეც კიდე დამატებითი რაღაცა სიამაყის შეგრძნებას გვაძლევს. თვითონ ეს ქვევრში ღვინის დაყენება რა არის, ხო, როგორი ტექნოლოგია და რომ მითხარით რა გემოვნური თვისებები აქვს, ზუსტად ეს ქვევრი განაპირობებს, ხო, გემოვნურ თვისებებს, რადგან ქვევრში ჩვენ ვაყენებთ, ხო, თეთრ ღვინოს, თეთრი და წითელი ღვინის კლასი. თეონა, ეს ხომ მხოლოდ ჩვენი ტრადიციაა. ეს ჩვენი ტრადიცია, ეს მინდოდა ხაზი გამესვა ამისთვის, კი ბატონო. 8000 წინ ჩვენ, ქვევრი ჩვენ. ანუ ანალოგები ამ ეტაპზე არის. ამფორა არსებობდა, მაგრამ ამფორა იყო გადასატანის საშუალება, არ იყო სადაც მეღვინეობის დაყენების ტექნიკა, ეს იყო ერთია ტრანსპორტირების საშუალება. ეს სადაური არის ეს ამფორა? იქ რაღაცა საბერძნეთშიც იყო, ეგვიპტეშიც არის ეს ნახატები, ხო, კედელზე გემახსოვრდება. ხო, გადაადგილდება ღვინო და ასე შემდეგ. ამიტომ ესეც კიდე ჩვენთვის დამატებითი, ასე ვთქვათ, ბონუსი კიდე და რაც შეეხება გემოვნურ თვისებებს, თვითონ ქვევრში დაყენების ტექნოლოგია თავის გემოებსაც განაპირობებს. ხო, ანუ ქვევრი რა არის, ხო, რეალურად არის თეთრი და წითელი ღვინის
ტექნიკა, ანუ თეთრი ღვინო არის წითლის ტექნიკით დაყენებული. თეთრი ღვინო წესით, ხო, კლასიკური ღვინო დუხს ჭაჭის გარეშე, ხო, მარტო წვენი, ანუ განცალკევდება კანისგან და მარტო წვენი დუხს. წითელი ღვინო როგორ ხდება კლასიკური, ხო? ანუ კანი და წვენი ერთად დუხს, ეს ფერმენტები გადმოდის. ჩვენი ქვევრი არის ამათ შორის რა, ანუ ესე იგი თეთრი ღვინო არის წითლის ტექნიკით, წითლის ტექნოლოგიით. ანუ ჩვენი ყურძენია დუხს არა მარტო წვენი, არამედ კანიც რა და გადმოდის კანიდან ეს ძალიან ისეთი ინტენსიური არომატები, ფენოლური ნაერთები, ტანინები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ჩვენს თეთრს არ აქვს მსუბუქი სხეული, ის არის საკმაოდ სხეულიანი, ინტენსიური, აი უფრო ჯირის არომატებით, უფრო ესეთი მწიფე ხილის არომატები და თავისი განსხვავებული სტრუქტურა და გემოები აქვს განსხვავებით სხვა თეთრი ღვინო. ქვევრი არის ასევე ჩვენი ძლიერი მხარე. გარდა იმისა, რომ ისტორია გაგვაჩნია, რომელსაც შეიძლება რომ მოვუყვეთ საერთაშორისო აუდიტორიას, გემოვნური თვისებებიც არის განმასხვავებელი ქვევრის დამსახურებით და ასევე მე მინდა აქვე ვიკითხო, ჩვენ 5-ზე მეტი ჯიშიც გვაქვს, ხო? და მაინტერესებს რომელი არის კი ვაზის, რომელი არის მათ შორის ჩვენთვის უნიკალური და გამორჩეული იმისათვის ასევე რომ რაღაცნაირად დავამკვიდროთ საერთაშორისო ბაზარზე, რომ ეს მარტო ჩვენთან ერთად პასუხს მიკერძოება უჯალეში. ასევე გადასტურებ იქნება. საინტერესოა ეთახვებით თუ არა ამ შეფასებას და კიდევ რამელ ჯიშებს გამორჩევდით, რომელიც ჩვენთვის არის დამახასიათებელი და არც ისე ბევრი კონკურენტი შეიძლება გვყავდეს საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი ასეთი ძალიან დიდი სიამაყე, რომელიც ხა ერთხმად შეგვიძლია უჯალეშის დიდი სიყვარულით მოკითხვა, მაგრამ ნუ საფერავი არის ის, რომელზეც რა ვიცი, ეს არის ჩვენი არ ვიცი, თავარი ღერძი მოკლედ საფერავი, იმიტომ რომ მართლა უნიკალურია და ნუ ყველა უნიკალურია, ხა მაგას არ იმას ვიზამთ, მაგრამ ნუ აი საოცარი გემოვნური თვისებების სტრუქტურა. უსახელაურზე რა ხდება? ეს მოგონი ძალიან კარგია. ლეჩხუმის მხარეა. ლეჩხუმის მხარეა, უბრალოდ უსახელაურსაც ალბათ უფრო მეტად განვავითარებთ და დავხვეწავთ, იმიტომ რომ საფერავი ბევრად უფრო განვითარებული გვაქვს, ვიცით ბევრად უფრო კარგად და უსახელაურმა მე მგონი აი ჯერ კიდე უნდა დაიმკვიდროს ადგილი და იპოვოს თავი და რაც შეეხება იშვიათს, როდესაც ვიძახით, იშვიათი ავტომატურად არ ნიშნავს რომ რაღაცა კარგია, ხო? ანუ იშვიათი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი რაღაცა, მაგრამ ავტომატურად არ ჩაითვლება რომ ადასარევი ჯიში. ღვინოში როგორ ხდება, იცით, ანუ შეიძლება ეს რაღაც ექსკლუზიურობას მომენტალურად არ განიჭებს, ხო? არ განიჭებს, იმიტომ რომ არ არის მომხმარებელი და სწორიც არის, მომხმარებელი გადაიხადოს დიდი თანხა იმაში, რომ ეს ცოტაა. ცოტას თუ ძალიან კარგი არ თანხwebdriver არ აქვს, ცოტას და ძალიან კარგის ან კარგის თანხwebdriver არ ხდება. ცოტას გამო არ არის მზად არავინ გადაიხადო და ასეც არის რა. ამიტომ იშვიათი შეიძლება იყოს ჯიში, მაგრამ დრო ჭირდება მას, რომ არ გახდეთ პირიქით გაავრცელდეს. აი მაგალითად იშვიათი იყო ხიხვის და ქისის 10 წლის წინ. ითვლებოდა რომ იშვიათი. ეხა არის შესანიშნავი 4-ეული, ხო, კახეთის გაწითელთან და მწვანესთან ერთად ქისი და ხიხვიც იქვე მოიხსენიება. ესე იგი იმდენად კარგი იყო, იმდენად კარგი შედეგები დადო, რომ გავრცელდა და გავრცელდა. ამიტომ ასე გვაქვს რა, ანუ ასე ესე ჯიშები, რომელსაც რაღაცა მომავალი აქვს და ნამდვილად ღვინოზე ვიცნობ საუბარს და გურია მეც რო იქით უჯალეში საკმეელა მაგალითად ეს იშვიათია და იმედი გვაქვს რომ ქეიფზე გამახსენდა ეხლა ეს ღვინოები მოდით თამთა კერძებზე ვკითხოთ ახლა შენ უფრო კომპეტენტურად დასვლა მე მქონდა ეჭვი რომ ლევანი პრაქტიკულ რჩევებს მოითხოვა თქვენ აი რომელი ღვინო მიახლოებით რა ტიპის კერძებს როგორ უნდა დავცვათ ძალიან ესე იგი მნიშვნელოვანი რჩევები, თავარი საბაზისო რჩევები, რასთან რა უნდა მიერთოს ბატონმა ლევანმა. კი ბატონო, არის ესეთი დამზადებული რეცეპტები გვაქვს. ნუ სინამდვილეში ეს ამბავი ისე რომ რაც თქვენ გსიამოვნებთ და რაც თქვენ მოგწონთ იმას დალებს და იმას ხო მიუსადაგებთ ერთმანეთს, მაგრამ რაღაცა პრინციპები არსებობს, რაზეც დაყრდნობითაც ვიძახით, რომ აი როგორ საბაზისო მაინც. აი მოდი ერთი 3 ვთქვათ. კი ბატონო. 3 ვთქვათ, აი თქვათ რეგიონი რეგიონთან, ესე რეგიონალური ღვინო და რეგიონალური სამზარეულო, ხო? ანუ იმ აი მაგალითად თქვენი უჯალეში და იქით ხო, აი რაღაცა შემწვარი ეგ ელარჯები
წერილები, ამბები, რაღაცები გადაზელილი გამისინჯია, სულგუნი და რაღაცა გადასარევი. ელარჯი ამასთან არის სასწაული. რა თქმა უნდა, ყველს იმ უხდება. აბარა იდეალურად ეთანხმება. მაგალითად, ხო, ანუ იგივე რეგიონალური იქნება კახეთის, ხო, ეს ხორცები, ხაშლამები, მწვადები, ასე შემდეგ და საფერავი, აი ზუსტად ის ღვინო არის, რომელიც ჭირდება და ну იდეალურად ეთანხმება ხო ეს ტანინი და ეს ცხიმი რო ანუ ხო ცხიმიანია ხო ეს ხორცი და ხო მჟავიანობა და ტანინი გადაწმინდავს ეგრევე ხო რაც ძალიან მიყვარს მე სხვა და არა ჩვეულებრივი ესე თუნდაც იგივე ხორცელთან ხო პირველი წითელი ღვინო გვაგონდება მაგრამ ну აი ჩვენი ქვევრის ღვინოც იდეალურია ხო ანუ ზუსტად იგივე შეუძლია რომ ეს სხეულით და თავისი არომატებით აწიოს შემდეგი შეთანხმება შეიძლება იყოს მაგალითად იმ სუბუქთან ან ინტენსიურთან რა ნახე აი სუბუქი არომატი სუბუქი ღვინო ასე შემდეგ იცი მარტო ნახევარხმირად აი თქვა წინანდალის ტიპის რა სიტყვაზე ესეთი ეს რაღაც აპერიტივთან სალატთან ხო ანუ იქაც ეს ლიმნის რაღაც ესეთი მომჟაო არომატები და აქეთაც ღვინო გვაქვს ესეთი შესაბამისი ხო აი არ მომბეზდება მე ამაზე ლა დროში ვარ ცოტა შეზღუდული მე შემიძლია ვილაპარაკო დილამდე ღვინოზე მოკლედ დიდი მადლობა რა ვიცი ჩვენ მივიგეთ სუბუქთან და ხორცთან წითელი ხო ხო ინტენსიობა რა ტექსტურას საინტერესო რჩევები მიიღო მაყურებელმაც დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას სომელიეს ხალბატონ თეონას ასეთ რჩევებისთვის და მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ ჩვენ ვართ ყველა ძალიან ამაყი იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი საქართველო აღიარებულია ოფიციალურად როგორც რბილი ხორბლის ასევე ღვინის სამშობლოდ